პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატთან კონსტანტინე მორგოშიასთან ერთად ნატახტრისა და მისაქციელის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა ადგილობრივი საარჩევნო პროგრამა და პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნეს. აქ არ არის ნატახტარში ჩოჩელს აუღია და მიიტაცეს ტერიტორიები. საბავშვო ბაღი აქ არ არის. სახურავები სახლებს გადახდილი აქვთ. ზუსტად იმაზე ლაპარაკობდა ჩვენი მხარდამჭერი, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ სახურავების გადახურვა. მე ესეთი ხელისუფლება არ ვიქნები. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში. ჩემთვის პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი ოცნების თუ სხვა რომელიმე პარტიის ერთ სიფრთხეში იქნება. და სახურავი ყველასთვის გადაიხურება. რა და პრობლემები არის ძირითადად ყავს ერთ და იგივე ეს არის უმუშევრობა. ნატახტის შემთხვევაში კი საერთოდ პარადოქსული სიტუაცია, სკოლა არ აქვს და ბიბლიოთეკა არ აქვს და ბაღი არ აქვს და საერთოდ არაფერი არ აქვს. ბევრი ისეთი პრობლემებია. ამ 4 წლის განმავლობაში ერთხელ არ მოსულა ისა ხუნდაძე, ჩვენი დეპუტატი. დიდი იმედი ქონდა, რომ რაღაცა რადიკალურად შეიცვლებოდა. იმ 9 წლის მმართველობის მერე რაღაც უკეთესად შედარებით უკეთესად ვიქნებოდით. ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი. მე მაგალითად რა პრობლემაც მქონდა, ის პრობლემა დამჭა კიდევ უფრო მეტი დამემატა.